ცოლზე ძალადობის ბრალდებით ხაშურის კრიმინალური პოლიციის დეტექტივი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ძალადობის 6 ეპიზოდს ედავება. საქმის მასალების მიხედვით დაკავებული ცოლს გადატენილ იარაღს შუბლზე ადებდა და სროლით ემუქრებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მოძრავი მანქანიდან გადაგდებით აშინებდა და აღრჩობდა. ირკვევა, რომ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს შეესწრო 6 წლის შვილი, რომელმაც გამოძიებას მამის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა. ძალადობას არასრულწლოვნის გარდა ყავს სხვა თვითმხილველებიც. დაზარალებულის დედა, რომელმაც დასისხლიანებული და ტანსაცმელს შემოხეული შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში არაერთხელ ნახა. ხაშურელმა მამაკაცმა შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 წელი იმუშავა. დაკავებამდე კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი იყო. გასულ წელს მეუღლესთან განქორწინების პროცედურა დაიწყო, რის შემდეგაც ქალის თქმით 2 თვის მანძილზე მისგან მუდმივი ტერორისა და ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი ხდებოდა. გამოძიების ვერსიის არჩერა დაკავებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის ოჯახს. ცნობისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსხვერპლი ქალის ჩვენების საფუძველზე დააკავა. მას სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მეუღლის თანდასწრებით, ანუ მეტი დამაჯერებლობისთვის, ესე რომ ვთქვათ, დამუხტულ მდგომარეობაში მოიყვანა ცეცხლსასროლი იარაღი და ორ შემთხვევაში მიადო შუბლზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ფიზიკური დაზიანებების ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელის შემოახია ფაქტიურად, ეს ტანსაცმელი ამოღებული გვაქვს, დანიშნული გვაქვს შესაბამისი ექსპერტიზა და დაზიანებებთან დაკავშირებით მოწმეები, ანუ დაზარალებულის დედა და შვილი უშუალოდ მიუთითებენ დაზიანებებს და ერთ შემთხვევაში თუ როგორ მოსდიოდა იმ დაზიანებიდან სისხლი და რამხელა დაზიანება იყო სიწითლე ნაკადზე ყველაფერს დეტალურად აღწერენ მოწმეები. დადებული მიმალებაო არ გამოცხადდება სასამართლოში. ბატონო მოსამართლე ამისი არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ბრალდების მხარეს. ჩემი დაცვის ყოფი განადგურებს მტკიცებულებებს. რა მტკიცებულებებზეა ლაპარაკი? უბრალოდ საქმეში დევს მხოლოდ ერთი ოჯახის 4 პირის ჩვენება, რომლებიდანაც ერთი გახლავთ თვითონ ქალბატონი თამნობებიაშვილი, მეორე არასრულწლოვანი შვილი, მესამე მისი დედა და მამა. ჰქონდათ განქორწინების საკითხი დაყენებული ხაშურის რაიონის სასამართლოში და მათ შორის მოხდა წინა კვირაში უკვე განქორწინება მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ და გამოცხადდა მათი ესე იგი განქორწინების შესახებ. აი ეს იყო საფუძველი ზუსტად ქალბატონი თამუნასთვის მან პირადად ჩემთან საუბარშიც და ჩვენთან მიმართებაში თავისი ადვოკატის პირით შემოგვითვალა, რომ თუ ჩვენ ვარს ვითხოვნით და ვითვლი და მე ყველა ფორმა და გზა მომნახეო, რომ ნიკა ჩემამდე დავიბრუნო და თუ კიო თქვენო ამაზე თანახმა იქნებით და არ მოახდენ განქორწინებას, მე დღესვე გამოვიტან ჩემ მიერ ყველა ბრალდები. არის უსამართლობა, ესა უსამართლოს დედა სასამართლო. ყველა იჭერენ ხალხს აქაც, ყველა არაფრის გულის იარაღი კი არა, თავი უნდა დაანთრიო იმას. ვიც მაგიმებს წერს აი ზუსტად მაგ. კაცი დედა იყვენ ბოროტი ხალხი, უბედური ხალხი გაეცალა. 10 თვე ხელისძლივის გავაწერეთ ხელი და всё დაიწყო შურისძიება.